CSKOM საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რიგითი ნომრები უკვე განსაზღვრა. თითოეულმა კანდიდატმა რიგითი ნომერი წილისწყლის შედეგად მიიღო. CSKOM-ის ინფორმაციით პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი წილისწყლში პირადად მონაწილეობდა. რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატებს. მათ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის გამო მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების რიგითი ნომრები შეინარჩუნეს. დანარჩენი კანდიდატების რიგითი ნომრები შემდეგნაირად გამოიყურება. სულ 23 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული CSKO-ში. აქედან სამ საარჩევნო სუბიექტმა, ეთნო ნაციონალურმა მოძრაობამ, ქართულმა ოცნებამ და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ კანონის საფუძველზე დაიტოვეს ის რიგითი ნომრები, რომლითაც სარგებლობდნენ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ანუ საუბარია რიგით ნომერზე 5, 41 და 10. დანარჩენმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა წილისყრაში და მათ თვითონვე ჰქონდათ საშუალება, რომ თვითონ განესაზღვრათ, ანუ თვითონ ამოიღოთ მათთვის მისანიჭებელი რიგითი ნომერი.